პოლიტიკური გაერთიანება სამართლიანი საქართველოსთვის ხელმძღვანელმა სერგო ჯავახიძემ დღეს ბათუმის მოსახლეობას პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. პარტიული სია 11 კაციანია და მასში გენდერული ბალანსი ნაწილობრივ დაცულია. სიის პირველ ხუთეულში ადგილები ასე გადანაწილდა. პარტიიდან თვითმმართველობა ხალხს პირველი ნომერი და ამავდროულად მერობის კანდიდატი სამართალმცოდნე თურმიშ ხანშაინიძეა. მეორე ნომრად მას ისტორიკოსი ზაურ გოგიტიძე მოსდევს, მესამე ნომერი ფილოლოგი ნესტან გოგიტიძე, მეოთხე კი ისტორიკოსი იური გოგიტიძე. პირველ ხუთეულშია შესული ასევე სამართალმცოდნე ლაშა ლაბაძე. მერობის კანდიდატის თქმით, მისი მიზანი იმ ადამიანების ინტერესების დაცვაა, რომლებიც მრავალჯერ დარჩნენ მოტყუებული ხელისუფლების მხრიდან. მათ მოსახლეობას მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს. Ჩანსი ნამდვილად ვფიქრობ, რომ არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ ადამიანებს ნამდვილად დანაპირებები რა ძალიან ბევრი და უხვი დაიფრქვა. დარწმუნდა ადამიანები, რომ ეს დანაპირები არ შეასრულდა და ისევ იგივე იმ ადამიანს რატომ უნდა მიცეს ხელმეორედ ხმათ უნდაც, ხო? გამომდინარე აქედან ადამიანების მოლოდინი არის ვიღაც ახალი სახე გამოჩნდეს და მე ვფიქრობ, ვარ ის ადამიანი, რომელსაც შემწევს უნარი და ძალა, რომ ბათუმელები ნამდვილად გავაკვირვო. მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ამ წარმოდგენილ ხალხში პარტიული ნიშნით. დანარჩენი ყველა იყო პრაქტიკულად პოლიტიკასგან შორსდგომი ადამიანები. ეს იყო ჩემი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის პოლიტიკის ცვლის არჩევნები, მესმის რომ არჩევნები პოლიტიკური პროცესია, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ავტორიტეტებმა.